გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. გამარჯობა მოგესალმებით ფანო შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ტრადიციულად ვიწყებ სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა სინდისის პატიმარს, თავისუფლებას უსურვებ მას. სხვათა შორის არსებობს იმის საშიშროება, რომ მთავრობამ კიდევ დააკავოს მოქალაქეები უკვე ახალი ბრალდებით. ვიწყებთ ცენტრალური თემით, ეს ძალიან საინტერესო თემაა, ვნახოთ ახალი ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თამთა ქიმბარაშვილი უხელმძღვანელებს. მოკლედ 1 ივნისიდან ძალაში შევიდა ეს სამმართველო, რომელშიც დასაქმდება 10 ადამიანი, რომელსაც უხელმძღვანელებს თამთა ქიმბარაშვილი 10 Facebook ტირანი აოხრებს თქვენს პოსტებს, რადგან ყველას უნდა გესმოდეთ, რომ ამ არმიის უკან დგას მთავარსარდალი გენერალ-მაიორი მამუკამთინარაც. 10 ადამიანი მუშაობს ამ განყოფილებაში, 10 ადამიანი რა ვიცი, ეყოფა ეხლა სიძულვილის ენას, 10 ადამიანი მარტო დიტო სამხარაძეს უნდა მიამაგროთ. 10 ადამიანი, რომ რამე ისეთი შედეგი დაიდოს, თორე მთელ ოპოზიციას ახლა ჯამში 1 ადამიანიც ეყოფა, რა ვიცი, საბა ბუაძის შეგინებული და იქით გიგა ლემონჯავას შეგინებული მე არ მახსოვს და არც მახსენდება, რა ვიცი, საერთოდ. ახალი დეპარტამენტის ბრიფინგები იქნება საინტერესო ორმხრივი სკროლის შემდეგ ცხელკვალზე დავაკავეთ 2 მოქალაქე, რომელთა Facebook პროფილის ჩხერეკისას ამოღებულია 14 დედის გინება. 7 ცინიკური პოსტი, 2 მოწოდება და ასევე გამოყენებისთვის დაფასოებული 157 ჰაჰას ტიპის სმაილი. მიმდინარეობს გამოძიება. გადავედით სხვა თემაზე. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს მთავრობასთან და ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოაქვეყნა წერილი. თქვა ილაპარაკა. ძალიან ბევრი ვერსია ითქვა. რა იგულისხმებოდა რუბიოს წერილშიო, ისაო, ესაო. მთავრობამ თავისი ვერსია თქვა, ოპოზიციურ პარტიებმა თავიანთი ვერსიები თქვეს. მე მინდა ახლა გითხრათ ობიექტურად რა ეწერა წერილში. გიკითხავთ ამონარით სიტყვა სიტყვით. მოგესალმებით, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ვანო შოუს, რომელიც გადის TV პირველზე. წარმატებები მინდა უსურვო და მინდა გითხრათ, რომ ეს გადაცემა არის საქართველოში პოლიტიკური მოვლენების ყველაზე ობიექტური შემფასებელი. კი, აი, ეს ეწერა. ზუსტად აი ასე ეწერა. რა ვიცი, ყველა პარტიამ და ყველა გაერთიანებამ სათავისოდ თარგმნა და მე რითვარ ახლა ამაზე ნაკლები. არ მოგწონთ, მაშინ აირჩიეთ თარგმანის სხვა ვერსია. ეს ვერსია ყველაზე კარგია. მოდით ნახოთ ერთი საინტერესო ფრაზა რუბიოს წერილიდან, რომელიც ქართულ ოცნებას ეხება. იმედია შეიცვლება არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან, არამედ მათი ქცევა. მოკლედ არ გაუმართლათ ქოცებს რა. ტრამპი არ აწყობდათ პრეზიდენტად, მაგათ აშკარად არ აწყობდათ. ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ნამდვილად არ წყალობთ. აი კამალა ჰარისი რომ ყოფილიყო, ერთ დღეში დაალაგებდნენ ურთიერთობებს. გააგზავნიდნენ დელეგაციას ირაკლი ზარქუას ხელმძღვანელობით და მორჩა. კამალას გული და გონება უკვე დაპყრობილი იქნებოდა. ხალებთან უნდა მიუშვა ზარქუა ირაკლი. რუბიოს წერილის შემდეგ მინდა შევხებოდი მელია სააკაშვილის წერილებს და წერილობით დაპირისპირებას, მაგრამ სანამ ეს ბაზალეთის ბრძოლა არ დასრულდება, მაინც თავს შევიკავებ. მაინც 2 სიტყვით მოგიყვებით რა მოხდა. თავიდან ამან მიწერა. მერე იმან მოწერა, ხო, მერე ისევ ამან მიწერა. იმან უპასუხა. ამან მერე პასუხზე უპასუხა, მერე აკეთა ამან. და ისევ ამან მერე ისევ ამას მიწერა. მოკლედ ახალი სპორტის სახეობა ყალიბდება, ოპოზიციაში წერილობით ფარიკაობა.
და რაც ყველაზე მთავარია, ესენი დათმობას არ აპირებენ და ჩერგოლეიშვილი კიდე შუაში მანდილის ჩამგდები არ არის მაგ. ხო და არ ვიცი როგორ დასრულდება. არადა მახსოვს მემორანდუმი, რომ გააფორმეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ხო გაერთიანდა ოპოზიცია და მემორანდუმი გააფორმეს, რომ ერთმანეთს არ ვეხებით და არ ჩხუბობთ სანამ ივანიშვილის რეჟიმს არ დავამარცხებთო. ხო და გილოცავთ მეგობრებო. დავამარცხეთ ივანიშვილის რეჟიმი. რა არა? აბა რატო ჩხუბობენ კაცო? მე მჯერა მემორანდუმის, ესე იგი დამარცხებულია ივანიშვილის რეჟიმი. უბრალოდ ჯერ არ მიდიან ესენი და ისევ აქ არიან, თორე დამარცხებულია. და ამიტომ დასცხეს ამათმა და ამიტომ დაიწყეს ჩხუბი. ხო, ამოგანგლეს ერთმანეთი ტალახში. იმიტომ და ამოგანგლეს, რომ თავარი მიზანი ხომ მიღწეულია. თავარი მიზანი ბიძინა გაიქცა საქართველოს თავისუფალია ძვირფასო მეგობრებო. აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს. მინდა შევეხო ასევე წინაკვირას მომხდარ შემაშფოთებელ ფაქტს, გახსოვთ ალბათ გორში ძალოვანები როგორ გაუსწორდნენ და როგორ იძალადეს ფიზიკურად უდანაშაულო მოქალაქეზე. მინდა შემოგთავაზოთ ქართული ოცნების ერთ-ერთი გამორჩეული სახის თეა წულუკიანის კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც არანაკლებ შემაშფოთებელია ვიდრე თვითონ ფაქტი. საზარელი სანახავი იყო. იმ 6 პოლიციელს მინდა ვუსაყვედურო. თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო. გესმით რა არ მოეწონა? ანუ სალაპარაკო რატომ მიეცით ამ? ანუ მოფარებულში უნდა გეცემათო. ხალხს მიეცითო სალაპარაკო. მართალიც არის ქალბატონი წულუკიანი. არის იცით ამ ხალხის ინტრიგნობის ამბავი? ოღონდ სადმე ძალადობა დაინახო და ეგრევე გადაიდებიან ხოლმე. ან თუ ცემას აპირებ, ჩე კაი ადამიანი, გაიკეთე ნიღაბი და ისე ჟეჟე. აგერ დეპუტატებისგან გაგ დაბრო და ცემე რა ისე გაიკეთე ნიღაბი, რა სენახებები ამ კამერებს. ვაგრძელებ იგივე თემას და ახლა ვნახოთ რაზე აღშფოთდა ოცნების პროპაგანდისტი უცნობი. ვეღარ მოეშვნენ ეს პოლიციელები ასეთ რაღაცეებს. გამოსაძიებელია როგორ იყვნენ ის 3 ჟურნალისტი იქ. ანუ უცნობი ფაქტის გამოძიებას კი არ ითხოვს. ჟურნალისტები რანაირად იყვნენ იქო. მაგის გამოძიება უნდა, თორე ის რაც მოხდა ის რა არის გამოძიება, იქ არაფერი. აი ჟურნალისტები რანაირად აშკარად ვიღაცა აწვდის ჟურნალისტებს ინფორმაციას, იმიტომ რომ ამ პატიოსან პოლიციელებს ადამიანი ვერ უცემიათ ნორმალურად დღისით, ბზისით, რომ იქ ჟურნალისტები არ გამოჩნდნენ და არ დადგნენ იქ და არ გადაიყვნენ. აი ამაზე არის აღშფოთებული ეს პატიოსანი კაცი თავის ნავში თუ კიდობაში. გადავდივარ მეგობრებო, ჩემთვის ყველასათვის მტკივნეულ თემაზე მომატებული ფასები, გაძივებებს ამჯერად უცნაური თემით დავიწყებ. ნახოთ ინფორმაციას ზღვისპირა რეგიონიდან. 2026 წლის ზაფხულში ბათუმში შეზლონგის ფასი გაორმაგდა და მაქსიმუმ 10 ლარი იქნება, ქოლგის ფასი კი 5 ლარი. აი ეს ღა გვაკლდა ხალხო. ეს ამ სეზონზე ავიტანოთ რამენაირად. ნუ ახლა გავიჭიროთ და ნუ რა ვიცი, გაისათ უკვე მთელ ქვეყანას ბოლომდე რომ გადახურავს ჩალით ბატონი ბიძინა. მერე ქოლგის 5 ლარი გამოგვაკლდება უკვე. აღარ გჭირდება და ვიწვევით ჩეროში იმ 10 ლარიან შეზლონგზე ჩვეულებრივად რა პრობლემა არის. მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს, იქნება ვთხოვოთ მართლა ნინო წილოსას, რომ შექმნას შეზლონგის გაძვირების საპარლამენტო კომისია, რომ დაგვიდგინონ ეს შეზლონგი ხელოვნურად არის გაძვირებული თუ ინფლაციისგან არის გამოწვეული. დავიბაროთ ეს მე შეზლონგე კუპალნიკიანი ბიჭები და დაველაპარაკოთ. გაგვარკვიო რაშია საქმე. ასევე მესიმინდეების დავიბაროთ და გავარკვიოთ ტაროსიმინც რამე ხوار ემუქრება. ტაროსიმინც. ვაგრძელებ გაძვირების თემას. საქსტატის მონაცემებით საქართველოში მაისის თვეში ხორცი გაძვირდა 10%-ით, ხოლო ზღვის პროდუქტები 20-ით. არადა ირაკლი ყობახიძე რჩეულ ხორცს გვთავაზობდა 10 ლარად. ნახოთ მორი გაძვირებაზე რა კომენტარი გააკეთა თვითონ მან. ირაკლი ყობახიძემ. ერთხელ უნდა წავიდე ბაზარში აუცილებლად თქვენთან ერთად. მიდი ირაკლი, მიდი. უბრალოდ თან გაიყოლე კარგი სტაჟიანი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი. იმიტომ როცა კაცი, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქონლის ხორცი ღირს 10 ლარი, ბაზარში შევა და იქ დახვდება 40 ლარიანი ბალი, 65 ლარიანი ალუჩა და 80 ლარიანი მოცვი, არ ამგონია იქიდან სრულჭკუაზე გამოვიდეს. დამიჯერე, ირაკლი.
აი მოცვი რატო ღირს 80 ლარი დღემდე ამოუხსნელია ჩემთვის ძვირფასო ტელემაყურებლობა. ნუ ალუჩა კიდე დაიაფტება, მაგრამ მოცვი არ იაფტება. სულ 80 ღირს. ხიზილალა ღირს 70 და მოცვი ღირს 20. 80. ხორცის გაძვირების სტატისტიკის შემდეგ არ გამორისხავ იმედმა ქარდი გამოსდოს შემდეგი წარწერით. შესაძლოა ქვეყანაში ხორცი და თევზი გაძვირდა, მაგრამ მათი შეძენით გამოწეული მზარდი სურვილის პროგრესით ჩვენი ქვეყანა ევროპის ლიდერ ქვეყანათა სამეულშია. აი ესეთი კარგი იქნება. შეიძლება ახლა გაგეცინათ ამ გამოგონილ ქარდზე, მაგრამ ახლა ვნახოთ ტელეკომპანია EIMED-ის რეალური ქარდი, რომელიც ამ კვირაში შემოგთავაზეს, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს, ვნახოთ. მარტივადაა ყველაფერი. კარგი მთავრობის ინდექსით საქართველოს მაღალ საშუალო შემოსავლიან ქვეყნების საუკეთესო სამეულშია. კარგი მთავრობის ინდექსით. აი ეს რაღაცა ახალია. ადრე ძალიან ბევრ ჩახლართულ უცხო სიტყვას იყენებდნენ და ეთყობა ხალხი რომ ვერ იგებდა ვერაფერს. ახლა უკვე პირდაპირ კარგი მთავრობის ინდექსით გამოაქვეყნეს ეს ქარდი და დაადგინეს რომ აი რა კარგები ვართ კარგი მთავრობის ინდექსით. ბოლოს უკვე რომ აი უფრო დასაღეჭი რო იყოს პირდაპირ აი ესეთ ფოტოს გამოაქვეყნებენ მარტო ხელწერათითის ესე აწეულს და აი ესეთი მთავრობის ინდექსით ვართ სამეულში. აი ეგეთი. EIMED-ის ქარდების შემოვინახე მონოლოგის ბოლოსკენ, ამიტომ არ ვჩერდები და გთავაზობთ მორიგ ინფორმაციას გარყვნილი ევროპიდან უკვე რუბრიკა თუ აქციეთ. დავიწყოთ. უნგრეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ივნისში დაგეგმილ პრაიდში მონაწილეობის მიღებას არავის აუკრძალავს. ეს ნაბიჯი ქვეყანაში LGBTQ+ პოლიტიკის ცვლილებაზე მიანიშნებს მას შემდეგ, რაც პიტერ მადიარი ქვეყნის მთავრობას ჩაუდგა სათავეში. ესე იგი, ამ მადიარის არჩევის შემდეგ უნგრეთში კაცებზე ყოფილა ტაციაობა. ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ძლივს გამოასწრეს ჩვენმა ქართველმა გულშემატკივრებმა. გეი ქორწილების რიგებს ვერ აუდიანო. კაცის ზომა საქორწილო კაბები კიდე დეფიციტში. ამოიყიდა ყველა ორბანის დროს რო იყო ჩაწოლილი და რო ვერ ყიდიდნენ. მადიარის დროს დაცარიელებულა თურმე მაღაზიები. აი ეგეთი უბედურება ხდება. კარგად დაიმახსოვრეთ. მეტიც არ მინდა ჩვენმა ეროვნულმა ხელისუფლებამ თავის ამჟამინელი კურსიდან გადაუხიოს და რამენაირად დაუშავს ამ გეების პარპაშში საქართველოში. მე პირადად მირჩევნია მოუკვდე, ვიდრე ამ კაცებზე დახამებულ ევროპელებს მიუგდო ჩემი სხეული საფერებლად. დიახ, აი ესეა. ედავთ ხალხო, რამხელა საფრთხისგან გვიცავს ქართული ოცნება. თბილისში რომ დადიხართ ქუჩაში კაცები ღამით თავისუფლად. მაქსიმუმ რომ ძაღლმა შეიძლება გიკმინოს ან პატრულმა გცემოს. ისე კი არ არის უნგრეთში. მიდი, აბა გაიარე ღამით ბუდაპეშტში. ქუჩის ძაღლზე მეტი მოწანწალე გეი დარბის ქუჩაში. შეიძლება დაგლიჯონ. ახლა თურმე მოწანწალე გეების თავშესაფარს აშენებენო და იქნებაო გვეშველოსო უნგრელები ამბობდნენ აი ესეთ ამბავს. ევროპა რო გარყვნილია ეს არ ახალია EIMED-ისთვის, მაგრამ ახლა ვნახოთ როგორი გაღატაკებული და გაუბედურებულია ეს ევროპა. ვნახოთ ცხელი ცნობები გერმანიიდან. სიღარიბის დონემ გერმანიაში ისტორიულ მაქსიმუმს 16% მიაღწია. ეს 13.300.000 მოქალაქეა. ხედავთ ხალხო, სიღარიბეში იხრჩობა გერმანია. ხალხი BMW-სა და Audi-ის ქარხნებში ვინც მუშაობს, ისეთი დაბალი ხელფასები აქვთ, რომ სული ზრებათოში მშილითო. ესეთი რამე გაგიგიათ. ხალხი ტოვებს ფაბრიკა ქარხნებს და საქართველოში მოდიან, რომ აქ ორნაბიჯში დასაქმდნენ კონსულტანტებად, იმიტომ რომ გაცილებით მაღალია ორნაბიჯში ხელფასები. იქიდან მოდიან. გერმანიიდან ახლა შეიძლება საქართველოში შემოვიდეს მოქალაქეების დიდი ნაკადი, ამას უნდა თხილად უნდა ვიყოთ. უკვე შეინიშნება აქა-იქ შემოდინება, გუშინ წინ შუქნიშანთან ქერათმიანი ბავშვები მოცვივდნენ ფანჯარასთან. ჰალო გებენ ზიმირ ბიტე 20 ტეტრიო, ანუ 20 ტეტრი მომეციო, დამეწვა გული დამეწვა საწოდაობ. თელი გერმანია სიღარიბეში ლპება და მათი კანცლერი მერცი კიდე მერცედესით დადის. მერცედესით, აი 90-იანებში ზვიადი რო დადიოდა მერცედესით. იმით, ისეთი ვეთი, უფრო გაით.
გერმანიაში ცხოვრობს თვითფასო მეგობრებო 2,700,000 ოფიციალური მილიონერი. ეს არის ნამდვილი ინფორმაცია. ანუ ჩვენი ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობა რომ ყველა მილიონერი იყოს, აი იმდენი მილიონერი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მთავრობა ეძახის სიღარიბის ისტორიულ დონეზე დაცემულ და წყალწაღებულ ქვეყანას. მონოლოგის ბოლოს მინდა ბოლომდე აგიხილოთ თვალი ამ წყალწაღებულ გერმანიაზე. იმედი ბოლომდე არ ჩაეძია რა ხდება, ხო და მე მოგიყვებით ახლა. ეს გერმანელი ღარიბები, რატო დაადგინდა ეს სტატისტიკა? ეს გერმანელი ღარიბები ყოველთვიურად სახელმწიფოსგან იღებენ 1,500 ევროს. ესე იგი გერმანელები 1,500 ევროიან ადამიანებს თვლიან ღარიბებად. ანუ 1,500 ევროიანი ბევრი მომრავლდა და ამიტომ 1,500 ევროიან ადამიანებს ეძახიან ღარიბებს. ეს ჩვენ ფულზე არის 4,500 ლარი. ღმერთო, გვიმრავლეს საქართველოში თვეში 4,500 ლარიანი ღარიბები. ღმერთო, 4 სულიან ოჯახში 4,500 ლარიანი ღარიბი ამყოფე და ეს ოჯახები ჯამში გამოვა 18,000 ლარიანი გაყატაკებული ოჯახი. ღმერთო, შენ დაგვაქციე და გაგვაღატაკე გერმანიასავით. შენ დაგვაქციე და გაგვაღატაკე გერმანიასავით და სული ამოგვაწრე ამ 4,500 ლარებით. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი, იმედია სულ მალე გადაცემას გააფორმოთ. ბენდით ამურალე კვეშვილის ხელმძღვანელობით. მადლობთ. თვითფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი ქალბატონი მაკა ჩიხლაძე. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ, გადაცემის პარტნიორია Pinex-ი, ამანათები ჩინეთიდან და ახლა უკვე თურქეთიდან, ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. Pinex-ში აქციები დაიწყე გამოწერა თურქეთიდან Pinex-ის საშუალებით და მიიღე 50 ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად ბალანსზე. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design-ი. InSpace Design-ი ქმნის თანამედროვე და პრაქტიკული ინტერიერის დიზაინს. InSpace Design-ი ჩვენ ქმნით თქვენ სივრცეს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 645 და მარტივი ნომერი 45. ასევე შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათის შოუ ჯგუფი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ ვიდეოები და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ გაჭირვებული გერმანიის დასახმარებლად სპეციალური მარათონი, ძვირფასო მეგობრებო. მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, ვრცელდება სული შემძვრელი ინფორმაცია, რომ დღესდღეობით გერმანიაში 13 მილიონი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ამისათვის ჩვენ გავაკეთეთ ფონდი სპეციალურად მათ დასახმარებლად. ფონდის სახელია გერმანია. ჩვენ შენს გვერდით ვართ. ვიღებთ ყველაფერს, საჭმელს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს. გერმანელი ბავშვი არ უნდა იყოს მშიერი. გერმანელი ბავშვიც ბავშვია. ჩვენი ფონდის სახელით მინდა მოვუწოდო მოსახლეობას და ვთხოვო, თუ რამე ისეთი ტანსაცმელი მოგეპოვებათ, რაც მეორადებში გაქვთ შეძენილი, მოიტანეთ და უკან დავუბრუნოთ გერმანელებს. ახლა მათ უფრო სჭირდებათ საკუთარი ტანსაცმელი. სხვათა შორის რამდენიმე დიდმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დაასპონსოროს უდიდესი ფინანსურ კრიზისში მყოფი გერმანული ღამის შოუს ფორმატის გადაცემა, რომ თავისუფლად შეძლონ მაუწყებლო. მარათონში ერთვება საქართველოს მთავრობაც. მათი ინიციატივით ჩვენი ძლიერი ეკონომიკის სამინისტრო ქართული სუპერმარკეტებიდან აიღებს რუსულ შოკოლადებს, თურქულ ზეთებს, ბელარუსულ სალას, ბერძნულ იოგურტებს, ესპანურ ზეთისხილს და ქართული სახელმწიფოს სახელით გაუგზავნის გაჭირვებულ გერმანელებს. ჩვენი პრემიერი ბატონი ირაკლი კობახიძე ზადყოფნას გამოთქვავს, რომ დიუსელდორფის უნივერსიტეტში აღებული 1 სემესტრის სტიპენდია თლიანად უკან დაუბრუნოს ამავე ქალაქის დამშეულ მოსახლეობას. მოგესალმებათ, ირაკლის იქ სწავლის დროს გერმანია ყვაო და ახლა კი თქვენ ხედავთ რა უბედურ დღესია დღეს გერმანიაზე. ასევე ნინო წილოსანმა გამოთქვა სურვილი, რომ გერმანიის მთავრობას უსასყიდლოდ დაეხმაროს პროდუქტის ფასების დარეგულირებაში.
კახიკალაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ის ერთკვირიანი უფასო პროგრამით სპეციალური მოწვევით მიიღებს ბასტიან შვაინშტაიგერს და მოამზადებს მას ბერლინის მერობისთვის. ჩვენი საამაყო და ხელგაშლილი ჩინოვნიკის ცოლები მზად არიან თავიანთი კარწიეს სამაჯურები მოიხსნან და გაჭირვებულ გერმანელებს შესწირონ. ეგეთი სამაჯურები ხომ ისედაც ყოველ მეორეს უკეთია საქართველოში. რა თქმა უნდა. ასევე ქართული კოლ-ცენტრები აკეთებენ ერთობლივ განცხადებას და ამბობენ, რომ გერმანიის ამ კრიზისის გამო გააკეთებენ ორკვირიან საქველმოქმედო პაუზას და ამ ორი კვირის განმავლობაში არავინ გამოსძალავს გერმანელ პენსიონერებს თანხებს. დიდი მადლობა კოლ-ცენტრებს ამ ღირსეული გადაწყვეტილებისთვის. ასევე ბატონი უცნობი მზად არის თავშესაფრის გარეშე დარჩენილ გერმანელებს თავისი კიდობანი დაუთმოს. იქნებ ასე მაინც გადაურჩნენ ეკონომიკურ წარღვნას ეს ადამიანები. აი ახლა ბატყობინებენ ძვირფასო ტელემაყურებლები, რომ საბავშვო ბაღებიდან და სოციალურად დაუცველთა სასადილოებიდან მოპარული საჭმლის ფული სრულიად გადაირიცხება გერმანელი ბავშვების დასახმარებლად. არ წყდება ხალხის რიგები, მოაქვთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, უამრავი რამ, მოაქვთ თან სულ ბრენდები, ადიბასები, რიმბოკები, ნაღდი ადიბასები, პატენტი არა, ნამდვილი ევროპული. დიახ. ასევე გეტყვით ერთ ინფორმაციას. ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი ბატონი ოლივერ კანი არის უმძიმეს ფინანსურ კრიზისში. როგორც გერმანული მედია იუწყება, მას საჭმლის ფულიც კი არ აქვს. და გეტყვით, რომ ჩვენ ამაზე ვიზრუნეთ და ქართული ოცნების მხარდამჭერმა ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ მას თავისი სუპი გაუყოს. ახლა უკვე ოლივერ კანსაც შეუძლია თამამად თქვას ის უკვდავი ფრაზა სუპი მაქვს, სუპს ავჭამ. სხვათა შორის ვანო მე პირადად მინდა წვლილი შევიტანო გერმანიის გადარჩენაში და მინდა აი ეს მესამედი მოხმარების კაბა გაუგზავნო ჩვენს გაჭირვებულ გერმანელ მოქალაქეებს. თამლა შეგეშალა, მე მგონი უნდა გეთქვა მეორადი მოხმარების კაბა. არა, ვანო არ შემშლია არაფერი, მეორადი მე თვითონ შევიძინე თავის დროზე. საიდან? ხო, ეს იყო მეორადი გერმანული კაბა. და ახლა გამოდის უკვე მესამედი მოხმარების კაბა, ანუ ქართული მესამედი მოხმარების კაბა. ძვირფასო მეგობრებო, აი ეს არის უნიკალური წიგნი. ამ წიგნში თავმოყრილია 90-იანი წლების კულინარიული რეცეპტები, ისეთები როგორებიცაა სიგუას ნამცხვარი, ხაჭაპური, რომელიც მზადდება 3 დღის ლავაშით, რომელსაც მარილიან წყალში ვალბობთ და შემდეგ წვავთ, ასევე ზეთში შემწვარი პურის 15-ვე რეცეპტი. და კიდევ უამრავი კულინარიული ხელოვნების ნიმუში, რომელიც გადაეცემა გერმანელ მეოჯახეებს. აქვე მინდა მივმართო გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს. ფრიდრიხ, არა, ფრიდრიხ. თამარ, შენ მგონი ეს აქვეა უადგილო იყო მგონი ახლა თამლა ეს გამოსვლა. რა არის? კარგი, ვანო, გეხუმრე. რა მეხუმრე ახლა ეს რა ხუმრობა იყო? არა. ახლა იმაზე ვფიქრობ, შემდეგი მარათონი ვისთან ერთად წავიყვანო. რატო, ვანო, მართლა გეხუმრე, რა ვთქვი, რა ვქენი ახლა ისეთი მართლა. არაფერის ხუმრობა ეს არ იყო ნორმალური, ეს არ იყო ნორმალური. ვანო, გეხუმრე, რა მოგივიდა? არ იყო ეს დირექტორი გადაწყვეტს მეხუმრე თუ არ მეხუმრე. რა დირექტორი, მართლა გეხუმრე. კარგად იყავი, აი ახლა ავალმე დირექტორთან და დირექტორი გადაწყვეტს მეხუმრე თუ ვანო, რა მოგივიდა? გეხუმრე, ვანო. გამანებე თავი. აი რა. აგზელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია Pinex-G. ამანათები ჩინეთიდან და ახლა უკვე თურქეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. Pinex-ში აქციები დაიწყე გამოწერა თურქეთიდან Pinex-ის საშუალებით და მიიღე 50 ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად ბალანსზე. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45 სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. ასევე ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, შაბათი შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს.
ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ სკროლვა სკრინვის სააგენტოს მუსიკალური ნომერი. აქვე შეგახსენეთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში. ინსაუნდის სტუდია, რომელსაც ვენდობი. ვნახოთ მუსიკალური ნომერი. ძვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამიდან და მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. მაკა, ძალიან დიდი მადლობა. გმირი ჟურნალისტი მოსე დავარქვით რა. არ ძალიან მეუხერხულება არა. რატო? იმდენი გმირი გყავს ამ ქვეყანაში რა გმირი. შენს გმირი ხარ, მინდა გითხრა, იმიტომ რომ რა ვიცი. კარგი, დღეს შენს გადაცემაში იყოს ასე. ხო, მე მაინტერესებს ის შენი ამბავი, ხო? ეხლა რო გავახო ცალკე იძიებს ამ ამბავს, თქვენ ხართ გამომძიებლებად გადაქცეულები. შენი ეს სხვა გზა არ გვაქვს. დაგდების ამბავი, ხო? ეხლა რა პროცესია? გაიხსნა ბოლო-ბოლო თუ არ გაიხსნა, ეგ მაინტერესებს. აი პროცესია ძალიან ხმამაღალი ნათქვამი. არანაირი პროცესი არ არის, ახლახან გამოვითხოვეთ. ეს ჩვენი მაკულატურა რა არის, სინამდვილეში რა წერია შეგნით და აღმოჩნდა რომ არც არაფერი წელიწად ნახევარში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაც ვერ ჩაატარეს. ნუ ვერ არ ქვია მაგას არ ჩაატარეს. ანუ სახის ამომცნობი. სახის ამომცნობი, რაც უმარტივესია და ვიცით რომ სადაც ჭირდებოდათ ამას ერთ თვეში, ორ თვეში ძალიან ლამაზად აკეთებდნენ, მაგრამ საქმეში დადებს, ანუ რა ჩვენ აი საქმეში დევს მაგალითად გაგეცინება ახლა რომ აღმოვაჩინე რომ CSKO-ს მდივნის გიორგი ჯავახიშვილის ჩვენებაიდო ცოტა შოკში ჩავარდი, იმიტომ რომ ეს ადამიანი სულ სხვა მიზნით დამჭირვებია და ჩამიწერია. თურმე იქ ცხოვრობს, მეტიც აღარ ცხოვრობს და უბრალოდ კითხეს რომ იმ დროს შემთხვევით ხო არიყავი, ხო არ გადმოგიხედავს ფანჯრიდან, რამე ხო არ დაგინახავს, აი ამ ტიპის მაკულატურით არის სავსე ჩემი საქმე და სხვა არაფერი ღირებული. აი, სულ მაინტერესებს, ანუ ახლა შენი კადრი რომ ნახე, მაშინ რა ვიცი, გული გადამიცივდა, ნუ აი რა ვიცი, ყველაფერი წარმოვიდგინე უცებ რა. მაგრამ აი იგზენი რომ უკნიდან მორბოდა ის თუ უცბად ანუ წამებში მივხვდი თუ აზე ვერ მოხვდი. არა, ვერ მივხვდი და მგონი მაგან გადამარჩინა, იმიტომ რომ ექიმმა მითხრა, როდესაც კლინიკაში მიმიყვანეს, რომ მე რომ ცოდნოდა რომ ვიღაცა მიახლოვდებოდა და რაღაცას მიპირებდა, წინააღმდეგობას გაუწევდი მინიმალურს მაინც, ხო, რასაც შევძლებდი. და შეიძლება და ყოფილიყო, ვთქვათ, ფატალური შედეგით დასრულებულიყო, იმიტომ რომ კისერი მომტყდებოდა, როგორც ექიმმა ამიხსნა. მე უბრალოდ გადამარჩინა იმან, რომ მომენტალურად მივყევი და დავარდი ძირს, ხო? მაგრამ აი ხო მე პოლიცია არ იყო. თუ იყო პოლიცია, ხო დარეკე, თუ არ დაგირეკე. იყო, არ იყო, ყოფნა, არ ყოფნა, ხო რაღაცნაირი ამბავია ეს. ხო, როდესაც მცემდნენ, სულ ფიქრობდი, რომ აი ხა ალბათ ეს დრო ჭირდებათ, რომ მანქანიდან გადმოვიდნენ, იქ იდგა ორი ეკიპაჟი, რომ მივედი. რა, თქვენ წინ? კი. ახლა ალბათ აი ხა ორნაბის გადმოდგამენ, ახლა ჩემთან იქნებიან. ველოდები, ხო, აი ამ ცემის პროცესში ველოდები პოლიცია როდის მოვა, იმიტომ რომ ორი ეკიპაჟიდან ახლა შეიძლება ერთი გადმოვიდეს. ხო. თვალი რომ გავახილე და პირველ რიგში რა თქმა უნდა გიორგი მოვიკითხე ცოცხალი იყო თუ არა, მეორე ვიკითხე პოლიცია სად არის? არც ერთი ეკიპაჟი აღარ იდგა ვანო. მართლა? კი. და საქმეში იცი რა დევს, რომ ამ ეკიპაჟის წევრები, ანუ პოლიციელები დაიბარეს გამოკითხვაზე. მერე? არ მივიდნენ. რატო? აი უბრალოდ არ მივიდნენ. გამოითხოვეს ჩანაწერები სამხრე კამერების და წაშლილიაო არ გვაქვს უკაცრავადო. აი რა დღეშია დღეს მედია შენი აზრით? აი ხო. რასაც მედია ქვია თორე. ეხლა ჩვენი მდგომარეობა არაჩვეულებრივად იყო გამოხატული ერთ კადრში. ხო. ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეები, როდესაც დაგვიბარა მედია, ნატანჯი, მედია და ორდენები გადმოგვცა მამაცობისთვის. მახსოვს ეგ დღე. ეს დარბაზი იყო, ვანო დღევანდელი სახე მედიის კი არა, ხელისუფლების სინამდვილეში, იმიტომ რომ როგორი მედია იყო იქ იცი? თვალჩალურჯებული, მე კოჭლობით მივედი ორდენის ასაღებად, ვიღაცას თაბაშირი ეკეთა და იმდანაც ცევდიანი იყო ეს სანახაობა, რომ სულ ვფიქრობ, რომ ამაზე კარგად ერთ კადრში შეუძლებელია გადმოსცე ჩვენი მდგომარეობა, ხო? კი, მართლაც ისეთი იყო. ძალიან ცუდი სანახავი. ძალიან ცუდი, ხო. მინდა მოგილოცოთ 6 წელი შეუსრულდა ნოდარის გადაცემას, ხო რაც TV პირველზეა, თორე ისე ახლა არსებობს. TV პირველზე. 6 წლის განმავლობაში რამდენი რაღაც გააკეთეთ ახლა. წისქვილის ხო არ დატრიალებულა ჩვენს თავზე. ესე იგი, ამას იქონდა დათვლილი 18-ის რეპორტაჟი იქონდა ღარიბაშვილზე. კი. 18. და ნუ აი ეს და რას პასუხობდა? ეს ხო კორუფციაზე იყო, ხო? კი. იმაზე რაზეც ზის ციხეში ახლა სინამდვილეში, ხო? მანამდე რა და მანამდე ვიყავით მატყუარები, ვიყავით რომელიღაცა პარტიის მსახურები და ფინანსებულები, რომ ასეთ უბადლო პრემიერს ვაყენებდით ჩრდილს და ვსვრიდით ტალახში. ხო,
ეგ მახსოვს ეგ ფრაზა. ანუ ეს ძალიან ცოტაა რაც გამახსენდა ახლა და მუდმივად ვიყავით ბულინგის მსხვერპლი. თუ პარლამენტში, თუ კახეთში ჩასულები, კახეთში ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, ის ვიღაცები ხო კაკაშები. ხო, ანუ ეს არის უმძიმესი გასახსენებელი ჩემს ამბავში, მაგრამ ხედავთ როგორც დასრულდა ახლა ეს ყველაფერი და ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ანუ მართლა 18 რეპორტაჟი რომ გაერთიანებინათ, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე შედგებოდა. ეხა კი ძალიან მსუბუქად გამოვიდა, მაგრამ კიდევ არის სისხლის სამართლის საქმეები. ხო და შენ ახლა თვითონ მის სასამართლო პროცესებზეც მეგონი დადიოდი. ერთზე ვიყავი პირველზე, სადაც გამოაჩინეს, სადაც შეიძლებოდა შესვლა, სადაც არც ერთი ახლობელი და ოჯახის წევრი არ იყო სხვათა შორის, მედია ვიყავით მხოლოდ და რაღაცნაირად სიმბოლური იყო, რომ მე პირველ რიგში მომიწია ჯდომა, ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და ის საბრალდებო სკამზე იჯდა და ისეთი იუმორი ქონდა იმ დღეს, იუმორი არ ვიცი, რამდენად კარგი ქონდა, მანამდე არ შემიმოწმებია, მაგრამ აი შენს გადაცემაშიც რო ცოტა მეუხერხულება მოყოლა, ისეთი კახური ხუმრობაც არ იყო. გაგეხუმრა? კი, მოტრიალდა. ანუ შეცალა ესე. იცი რა, მე მგონია რომ მას უნდა ჩვენება რომ არ ნერვიულობს თუ რაღაც და მოტრიალდა და მეუბნება რომ ადგილები ხო არ გავცვალოთო. ოღონდ რამდენიმე დღის წინ არჩევნებზე იყო მისული ხმის მისაცემა და იქ რო კითხვა დაუსვი ბატონო ირაკლი დაჭერას ხო არ ელოდებით, იმიტომ რომ ეს ძალიან რელევანტური კითხვა იყო ბოლო პერიოდში. სულ საცოდავი მეძახა. საცოდავი, თქვენ საცოდავება ეს იყვიროდა. და მე ადგილს მიცვლიდა და არ ვიცი რატო. აღმოჩნდა როგორ თურმე როგორ ყოფილა. კი. ეხლა იცი რა თემა მაინტერესებს. აი აბასთუმანში ხო ჩადიხარ სულ? კი. სულ აბასთუმანში დადიხარ. აი ესე იგი. რა ხდება აი აბასთუმანში? აი ზოგადი სურათი რა არის? ახლა ჩვენ ვიცით რომ ბიზნესი რაღაც აიშენა, მაგრამ გარშემო რა ხდება, ანუ ხალხი რას ამბობს, როგორ ეგუებიან იმ ამბავს, როცა რაღაცები ეზღუდება იქ ხალხი. შენ არ ხარ ხო ნამყოფი? მე არა ვარ ნამყოფი. ხო, იცი რა, მოემზადე თუ ჩახვალ, იქ შესასვლელში არის პარკინგი აშენეს, 12 მილიონი დაჯდა ეს პარკინგი, სახელმწიფომ ააშენა ღუდბიძინა ივანიშვილმა არა. 12 მილიონი პარკინგი. კი, სადაც შენ უნდა შენი ავტომობილი გააჩერო და გადაჯდე ელექტრომობილზე, რომლის გარეშეც უბრალოდ აბასთუმანში ვერ შეხვალ. ხვდები ხო ალბათ რატო იქ აირი არ უნდა დაბინძურდეს, იმიტომ რომ უმეტეს ნაწილს ბიძინა ივანიშვილი უკვე ყველა თავისი რეზიდენციისგან განსხვავებით აბასთუმანში ქსენიევსკის სასახლეში ატარებს და ეს ჰაერის სისუფთავე არის გადამწყვეტი. ესე იგი მე ხალხი ადგილობრივი მოსახლეობა როგორ რაშვება იქ აჩერებს მანქანას თუ ანუ იმათაც ხო ყავთ რაღაცა ავტომობილი ხო შეიძლება? კი, ოღონდ ჯერ ეს პარკინგი არ ამუშავებულა, ეს ხა უნდა ამუშავდეს და ალბათ ადგილობრივ მოსახლეობასაც ეტყვიან როგორ უნდა მოიქცნენ, თუმცა ბევრი ადგილობრივი დიდად არ დარჩა აბასთუმანში. მიწების დიდი ნაწილი გაიყიდა კი არა, აღარ არსებობს მიწა რომელსაც იყიდი, რაც გაიყიდა ისიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებმა და მასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა იყიდეს უმეტესად და შენდება სასტუმრო, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის არის და ეწყობა ინფრასტრუქტურა იმის გარშემო, რომ ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცხოვროს. აეროდრომი მიწაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის. გრასლის შესაძლოა. აუ, ეგ ძალიან სასაცილო ამბავია სინამდვილეში, ანუ ძალიან დიდხანს ვიძიებდით მაგ თემას, ანუ აეროდრომი, სადაც ბიძინა ივანიშვილის ვერცხლი ჯდება და საიდანაც ჩადის ამ სასახლეში, ხო? არავისი არ არის, ანუ რუკაზე რომ დააკლიკებ, არ არსებობს, ანუ არავისი არ არის. აზომილი არ არის? აზომილი არ არის, მაგრამ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო სახელმწიფოს მიწა, ტყის ფონდს ეკუთვნოდა და ამოირიცხა. ზუსტად მაშინ ბიძინა ივანიშვილს რომ დასჭირდა რატომღაც. და რომ ვიკითხეთ, ანუ რანაირად მოხდა ეს ამბავი, რატომ მიეცით, ან თუ მიეცით მშენებლობის ნებართვასა და ანუ რანაირად არის ჰაერში ეს მიწა, ხო? გვიპასუხეს ადიგენის გამგეობიდან, რომ მაგის სანაცვლოდო კერძო პირმა, ოღონდ არასახელებენ ეს კერძო პირი ვინ არის, სანაცვლოდო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა უნდა მოეწყო თავისი უზარმაზარი წყლის აუზით და ასე შემდეგ. ყერო არ დაიწვა. ყერო არ დაიწვას, გავიგე ხა ძალიან კარგი არის ეს თუ ტყე არ დაიწვება, იმიტომ რომ ხშირად არის ხო ბორჯომხარაგაულის ეპარქია ესაზღვრება პრობლემა. მივედით ამ სახანძროში. სადა გაქვთ მეთქი ეს ხანძარსაწინააღმდეგო აუზი და აი ეზოში მაჩვენეს აი ამ ხელა ბეტონის რაღაც არის, სადაც წყალი ასხია და არა, მეთქი ამაზე არ გეკითხებით. აი იმ აეროდრომის ნაცვლად რომ უნდა ეშენებინა კერძო პირს და არ არის. ანუ ესე იგი აეროდრომი ვერტფრენიო დაჯდეს, ხო? მათ ხო მანქანით არავა თუ ვერტფრენი დაჯდეს? ხო, ვერტფრენით, აბა. რომ დაჯდეს მან ვერტფრენი, ანუ ჩვენს მიწაზე ჩვენს მიწაზე აშენდა. კი ბატონო. აშენდა ჩვენ ფულით. ხო, აი ხო აქვთ განცდა, რომ აბასთუმანს აშენებს ბიძინა ივანიშვილი. 350 მილიონი უკვე სახელმწიფო ბიუჯეტის ფულია დახარჯული.
მარტო. ხო, და თვითონ თუ დახარჯავს საკუთარი სასტუმრო შენდება იქ დავში მისი ბიზნესისთვის, ხვდები? ანუ ის რომ ხალხს მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ გზა დამიგო ბიძინამ და ფილაქანი დააგო და ხიდი არა, ეგრე არ არის სინამდვილეში სახელმწიფო სტრუქტურები, ერთი არა, რამდენიმე ჩართული არიან მთლიანად იმაში, რომ გარშემო, ბიძინა ივანიშვილის სასახლის გარშემო იყოს შესაბამისი გარემო. შესაბამისი გარემო, თან ეს ფრენებიც მართლა ეს არის, რომ აი იმას ხო თავის გამონაბოლქვი აქვს, რომ ტრასა გადის. ხო და გადაიტანა, ხო? ელექტრომობილების ამბავს თუ გავითვალისწინებთ, ის ჩაკეტვაც ძალიან ლოგიკურად ემთხვევა ამ ამბავს კი. რატომ მანამდე არავის მოუნდა ეხლა გადაწყვიტეს? რა ვიცი. შენ გქონდა ადრეს შეხება, აი მაგალითად ხელისუფლებაში მოსვლამდე ბიძინასთან. კი. ხო, მე მაქვს საკმაოდ გრძელი ისტორია ივანიშვილთან ურთიერთობის, ანუ მანამდეც ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა, ზუსტად იმას ვაკეთებდი, რასაც ახლა. ხო. და რა თქმა უნდა არ მოსწონდა არც მაშინ და ალბათ არც ახლა არ მოსწონს. უბრალოდ მაშინ წინასაარჩევნო ამბებში იყო და ჩნდებოდა ხალხთან და კითხვის დასმის საშუალება ჰქონდა პირდაპირ კომუნიკაციის და ერთხელ მახსოვს მესტიაში ვიყავით გადაღებაზე და იქ პირდაპირ ესე კამერების წინ სხვა ჟურნალისტებიც იყვნენ, მითხრა რომ შენო ძალიან მომწონხარო, მეო კარგი გოგო ხარო. მაგრამ მოწონდი ძალიან. ყვიანი გოგო ხარო და ძალიან მენანებიო რომ ამ ცუდ მხარეს დგახარო, არასწორ მხარესო და გაძლევო შანსო კიდე ეხლაო რომ ნათელ მხარეს გადმოხვიდეო. დები ხო ხა სად ვიქნებოდი ნათელ მხარეს იქნებოდი ახლა? და დასანქცირებული იქნებოდი ნათელ მხარეს. ნათელ მხარეში დასანქცირებული. დასანქცირებული ნათელ მხარეს, კაია. ეხლა ერთი კითხვა მაქვს, ბოლოს ახლა ხვალ გადის და რა გახდა? კი. დღეს ახლა უკვე ანონსშიც ნახავს მაყურებელი. სხვათა შორის აქ დასაანონსებელი ამბავია სინამდვილეში, რასაც ვაკეთებ. უდიპლომო დიპლომიანები ქართულ ოცნებაში. ძალიან საინტერესო რეპორტაჟი იქნება. ვის რა დამთავრებული? და ვის რა არ აქვს დამთავრებული, ანუ ერთი წამით წარმოიდგინე რომ თუ დიპლომი გაქვს, თუ ყველაფერი რიგზეა, ჯერ ერთი გევალება პარლამენტის საიტზე უნდა აწვირთო, ხო ეს? ხო. აი, დეკემბრიდან რო ვითხოვ ერთი ადამიანის დიპლომს და გაიგებს მაყურებელი ვისასაც, რატომ არ უნდა მომცე თუ ეს დიპლომი არსებობს? რა პრობლემაა? არ გაძლევენ. ხო? არა, არ მაძლევენ. უცნაური სახელწოდება, საოცარი რომ არ გაგიგია არასდროს ისეთ ინსტიტუტებს გაიგებ ხვალ ჩვენს გადაცემაში. რაღაცას ახლა ევროპულ, აზიურ. არა, ევროპამდე და აზიამდე არ მიდიან, როგორ გეკადრება. რაღაცა კოლეჯი ორიენტირი და რაღაცა ეგეთი. 33 წლის ასაკში რომ დაამთავრა დიტო სამხარაძემ, იცი? კოლეჯი ორიენტირი კი ნახალოვკაში არის, ნაძალადევში. 33 წლის ასაკში სწავლა მოსწონდა. კარგი ბავშვი იყო, მაშინ მითხრეს ამ რეპორტაჟს რო ვაკეთებ და მე რო გადავთვალეთ 33 წლის აღმოჩნდა მაგდა. ბავშვი დიტო. პატარა. საყვარელი. პატარა დიმიტრი. ძალიან საყვარელი იქნება პატარა. წარმოვიდგენია. სპორტსმენებს განათლება აქვს. სპორტსმენები ბევრი არიან. ვიქტორ სანიკიძე. ეს სპორტსმენები ისე იღწვოდნენ ამ განათლებისთვის, რომ მაგალითად ვიქტორ სანიკიძე სიღნაღში ჩადიოდა ლექციების მოსასმენად. თუ დავუჯერებთ ახლა მის დიპლომს, ხო, სიღნაღში ჩადიოდა, რომ ლექციები მოესმინა. ბატონო. აი ხო არიან მაგალითად, რომ ეგეთები ხანდახან ამთავრებენ ხოლმე უფრო აი სამართალმცოდნეობა, იურიდიული. იცი რომ მომღერლებიც ხო გვყავს ჩვენ პარლამენტში და უმეტესად მაგათ სამართალმცოდნეობა აქვთ დამთავრებული. ანუ სამართალმცოდნე მომღერლები არიან თუ მომღერალი სამართალმცოდნეები არ ვიცი, მაგრამ ეგეთი ამბებიც გვაქვს. ხო, საინტერესო იქნება. ძალიან. აუცილებლად. თამამად ვაანონსებ, ძალიან კარგი სიუჟეტი იქნება. ერთი ესეთი კითხვა მაქვს, რომ ახლა მაგალითად სულ საგამოძიებო თემებზე ხარ. ხო, და ტვინს ხო ეს რაღაც ესე გაქვს მოწყობილი, ხო, რაღაცა გამოიძიო, ხო და ახლა ოჯახში არ გაქვს აი რაღაცა მსგავსი შემთხვევები სიტყვაზე, რომ აი ოჯახში მაგეებზე ფიქრობ. ან ოჯახის წევრები როგორ ეგუებიან შენ ამბავს. რაღაცნაირად ხო მართლა ჩვევაში მაქვს, რომ ადამიანი რაღაცას რომ მეტყვის, არ კმაყოფილდები იმ პასუხს რა, უნდა ჩავეკითხო, ანუ მე იქ მე ჩემი ქორს უმეხმარება შენი თავი მართლა გამომძიებელი ხო არ გონია? ხო. მაგრამ იცი რა არის სახში რა თქმა უნდა სამსახურზე არ ვლაპარაკობ და ვერც ვნახულობ ბავშვებს მაგდოზით ეხა რომ რაღაცა მოეხვიოთ თავს ჩემი ამბები, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ეთყობა ილექება რაღაცები ბავშვის გონებაში რა. Facebook-ზეც მეწერა ამას წინათ სტატუსი, ეს პატარა რომელიც 9 წლის არის, მეუბნება იმ დღეს, ოღონდ სრული სერიოზულობით სადღაც სკვერში ვართ და ვითამაშოთო რა და ხო. მეთქი რა ვითამაშოთ, ზედი გვაქვს რა უნდა ვითამაშოთ. გასტრობანა ვითამაშოთ. გასტრობან? რა გასტრობან? აი შენ გამომეკიდე და მე გავიქცევიო და არა, ეს სირცხვილია მე ვთხარი და
არა, რატო? ვითომ მე კახიკალაძე ვარ და შენ ტევე პირველი ჟურნალისტი. ეგრე დაალაგა. დაალაგა უცებ, სადღაც მოკრა თვალი, რომ ეს კახიკალაძე სულ გარბის და სულ მისდევს და ხო. და კიდე იყო უფროსი, რომელიც ახლა სტუდენტია, მაშინ პატარა იყო. 23 სკოლაში სწავლობდა და ცეკვაზეც იქვე დადიოდა. და ეს ის პერიოდია, როდესაც მაშინაც ღარიბაშვილზე ვაკეთებ, ღარიბაშვილის კახურ კლანზე რეპორტაჟებს, ტენდერები, იქ ჯანყარაშვილი, მისი ზედელაშვილი ვიღაცები და ეთყობა ეს ტენდერი სიტყვა ძალიან ბევრჯერ ვახსენე რა და ერთხელ მოდის ჩემი შვილის სახლში და მეუბნება დედიკო, მე ხო იციო, ჩემი ცეკვის მასწავლებელიო გიაო ძალიან მიყვარსო, მაგრამ რაღაცო გავიგეო რო ამბობდაო და რა მეთქი, ანუ ცოტა სხვაგან წავედი ვერ მივხვდი და ასე თქვა რომ ტენდერი მოვიგეო და ეს დარბაზი იჯარით უნდა ავიღო. ტენდერი რაღაცა ჩაიდინა იფიქრა და ცუდი სიტყვაა და დამეხმარა ინფორმაცია მომიტანა. გამოიძიე. ერთი ძალიან საინტერესო თემა არის, რომ დაყადაღებული ხარ, გაქვს ყველაფერი. ხო, ეგ არის სტატუსი შემემატა ამ ბოლო დროს. ანუ ანგარიშები დაყადაღებული გაქვს და ანუ რატო, რის გამო და ანუ გვითხრა. სხვათა შორის აბასთუმანში ვიყავი, ამის შესახებ რომ შევიტყვე. მომივიდა ბანკის შეტყობინება, ჯერ ვიფიქრე რაღაც თან მუშაობდი და არ მეცალა და მეთქი რაღაც შეცდომა, მაგრამ მეორე ბანკის შეტყობინებაც რომ მომივიდა უკვე ვიკადრე და დავრეკე. და აღმოჩნდა რომ ვარ, ანუ მაისში მაგებინებენ რომ გასული წლის დეკემბერში დამაჯარიმეს. არა, ბოდიში ვიტყვევ რა დეკემბერში, ოქტომბერში. 15 ოქტომბერს დამაჯარიმეს თურმე. რაზე? გზა გადამიკეტავს რუსთაველზე. ხო. ანუ უცებ საგონებელში ჩავარდი, ჩავხედე კალენდარს, რა დღეა 15 ოქტომბერი. 15 ოქტომბრის მასალა არის ის, რომ გადაკეტილ რუსთაველზე მივდივარ და ადამიანებს ვწერ, ანუ მიკროფონი, ოპერატორი სხვათა შორის. კაი, მიკროფონი პატარაა, შეიძლება ოპერატორთან ერთად ვარ რა. კადრი გაქვს, ხო. კადრი, ანუ მართლა სპორტული ინტერესი მაქვს, სასამართლო რომ გაიმართება, რა კადრს მაჩვენებენ, ანუ მე რანაირად ვკეტავ გზას, ან ამ მიკროფონს რას უზამენ, ან ოპერატორსად გააქრობენ. პაპუნა მყავს ხაჩიძე, იმხელა შანსი არ არის ახლა, რომ ის კადრიდან მოჭრანენ რამე. დარღვევათ, არის 63. არა. ხო. და აი პატრულ ინსპექტორი, ან ვინც უყურებს იმ კამერებს, უამრავი რომ დაამონტაჟეს იქ, რა ვიცი, ისეთი გარჩევადობა აქვს, მაგის გარჩევას რა უნდოდა, რომ მე ჟურნალისტი ვარ, მაკაჩიკლაძე მიკროფონი. ადამიანებისგან ინტერვიუს რო იღებდი, თურმე გზა გადაკეტე პარალელურად. გადავკეტე, კი. აუღონდ, ნახე, კაი, გადავკეტე, დავუშვათ ჭუით გადავკეტე, ხო? გავიდა ამდენი თვე, 6 თვე გავიდა. ან მომწერე, ან დამირეკე, წერილი გამომიგზავნე სახლში, ტრედი გავაფრინე, რაღაცა, კენი გამაგებინე, იქნება ვასაჩიო, ვიდრე არ დამაყადაღებენ, ხო? არ წერილი მოვიდა პოსტიდან, არაფერი. აბსოლუტურად არა. პირდაპირ აღსრულებაში უკვე რომ ანგარიშები დამიყადაღეს, მერე გავიგე რომ თურმე სამართალდამრღვევი ვარ. ეხლა რას აპირებ? ელოდები პროცესი. ეხლა პროცესუალდები ჩაინიშნა, მომივიდა უკვე შეტყობინება სასამართლოდან, რომ კობა ჩაგუნავა არის მოსამართლე და ველოდებით ბატონი კობას განაჩენს. ხო. ეხლა მე კიდე ერთ თემას უნდა შევეხო. დიახ. შენი პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში. ანუ საიდან დაიწყო? ხო. მე ვარ წყალტუბოდან, არ ვიცი თუ არა, ხო? და სტუდენტი რომ გავხდი, პირველი ჩემი სამსახური იყო წყალტუბოს ტელეკომპანია ედელვაისი. საერთოდ არ არის სასაცილო ედელვაისი. წყალტუბოს ტელევიზია. წყალტუბოში იყო ასეთი ტელევიზია ედელვაისი. კი ბატონო. ედელვაისი TV თუ რა ერთი? არა, ლოგო როგორი ქონდა? არა, უბრალოდ ედელვაისი. ედელვაისი ეწერა? ეწერა, კი. ეს იყო ტელევიზია, სადაც ავიდგი ფეხი, ასე რომ ვთქვა და ძალიან მადლიერი ვარ ამ ტელევიზიის იმ ნაწილში, რომ ამ ტელევიზიიდან მოვხვდი პირველად ინტერნიუსის თვენახევრიან კურსზე, სადაც BBC-ის ჟურნალისტი მყავდა კონსულტანტი და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე იქიდან. ანუ შემოსავალი რა ქონდა ედელვაის? ანუ როგორც ყველა რეგიონულ ტელევიზიას, ეს განცხადებები, ნეკროლოგები, ილოცვები. ნეკროლოგები. ეს რომელი წლებია? ეს არის 97-დან 2000 წლამდე სადღაც პერიოდი. მაგრამ პირველი სიუჟეტი რა ქონდა საინტერესო? ხო და ინტერვიუში რომ ვიყავი, იქიდან ხო რაღაც კონტაქტები თბილისში გავიჩინე და პირველი დავალება, ასე ვთქვა, თბილისიდან უნდა გამომეგზავნა ცენტრალური მედიისთვის, იყო საგამოძიებო ნაწილში, მად მივიღე პირველი გამოცდილება, რომ
პროსტიტუცია წყალტუბოში. უკვე ძალიან სასაცილოა ეს ორი სიტყვა, იმიტომ რომ წყალტუბო უნდა იცოდე ორ სიტყვაში, აი ნახე, წყალტუბარი აი ამხელა, რა ვიცი, რა გითხრა და იქ რო ცხოვრობ და პროსტიტუციაზე რო საგამოძიებო რეპორტაჟი უნდა გადაიღო წყალტუბოში. მაგრამ რა თქმა უნდა, კი არ მოვიგონე, ვიცოდი კონკრეტული სახლი ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც ეგრეთ წოდებული ბორდელი იყო. და ნუ ამას კანონი გძალავდა მაშინ და მე და ჩემი ოპერატორი, რომელიც იყო სკოლის მოსწავლე, მაშინ ვეხაესის დიდი კამერით, ღამით, ჩემს მეზობელს თხოვე და მანქანით წავედით და ჩამოსაფრდით. ოპერატორი მყავდა ალექსანდრე ჭავჭავაძე, ანუ რაღაცნაირი წარმომადგენლობითი მისვლა გქონდა. ხო და ჩავუსაფრდით და გადავიღეთ ის რეპორტაჟი მართლა. ვინ შედის, ვინ გადის, ვინ შედის, როგორ გამოდის, იქ პოლიციის ჩართულობაზეც იყო ლაპარაკი, რომ პროსტიტუციასთან და ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახურის უფროსი რო საქმის კურსშია და ასე შემდეგ, რაც მახსოვს, ახლა ძალიან დიდი ხანი გავიდა. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები საგამოძიებო ჟურნალისტიკაში. პირველი გამოავლინე. და მას შემდეგ სულ რა გრძნობა მაქვს, იცი, აი ადამიანი რომ ელაპარაკება და მეუბნება რაღაცას, სულ მაქვს გრძნობა რომ ის უკან რაღაცა იმალება კიდე. არა, აი ხა ამ შემთხვევაში იუმორისტულ გადაცემაში არა, მაგრამ აი სერიოზულად, როდესაც ვიღაცას რაღაც ვეკითხები, აი არ მაკმაყოფილებს, სულ მინდა გავიგო კიდე იმის იქით რა არის, ხო? იქით რა არის, კი, კეთხა. ეხლა მაგიტომ ვარ იქ, სადაც ვარ. ერთი საინტერესო ფაქტია, რომ შენ და ნანუკა ჟორჟოლიანი ხართ ბაღელები და კლასელები. კი ბატონო. აი ერთად დაამთავრეთ ბოლომდე. არა, ბოლომდე არა, ნანუკა ბოლოს თბილისში წამოვიდა, მაგრამ საკმაოდ დიდხანს, ანუ ბაღი ერთად დავამთავრეთ, სკოლას მე-7 კლასამდე ერთად ვიყავით, კი. ახლა მოდი ამიხწერეთ ნანუკა როგორი იყო ბავშვობაში. ზუსტად ისეთი როგორიც არის ახლა. ანუ ისეთივე გადარეული. აი, ზუსტად ასეთი გადარეული იყო ყოველთვის. თუ სადმე ხმაური, ცივილკივილი და ჩხუბი გესმოდა, ნანუკა იყო ყველგან აუცილებლად. ბიჭივით ჩხუბობდა. კი, მართლა. რამდენჯერ შემოხეული მინახავს, იმიტომ რომ აი ვიღაცას იცავს, ანუ სამართლიანობა უნდა აღადგინოს, ანუ ეგეთი ტიპი იყო სულ მართლა. საერთოდ არ მიკვირს, ახლა რომ ვუყურებ და ვიღაცებს შეიძლება ნანუკას აი ეს მიმწოლი ხასიათი უკვირდეთ, ან ეგონოთ რომ ეს დრო მიუტანა ან რაღაც მსგავსი, არა, სულ ეგეთი იყო მართლა. ბავშვობიდან ესე იგი ესეთივე მებრძოლი იყო და ახლა თავარ ბრძოლაშია ჩართული ძალიან დიდი მასშტაბი გაეზარდა უბრალოდ, თორე წყალტუბოს პირველი სკოლიდან, ახლა მე უყურებ და ახლა ძალიან ბევრი ადამიანს აქვს მაგალითად ნანუკას იმედი. კი, ძალიან ბევრს. ძალიან ბევრს რა და ობიექტურად აქვს ეს იმედი, ხო, კი. უდიდესი საქმეს აკეთებს ნანუკა. კი, ჩვენ მხოლოდ მეგობრები არ ვართ, ანუ ვიმუშავეთ კიდევაც 3 წელი ერთად გადაცემაზე ნანუკას შოუზე რუსთავიორში და მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რამდენი სიკეთე აქვს ნანუკას გაკეთებული. კი, რა თქმა უნდა. კი ბატონო. მაგრამ ნუ მაინც ხანის დაუყადაღეს, ხანის დაუხურეს, ხანის. ნუ ეხა ვხედავთ ხო, სად ცხოვრობთ და ეგ მაგის დამსახურება ნანუკას ბრალი კი არ არის ეს სინამდვილეში, ხო? კი ბატონო. მოკლედ ესე იგი, მაკა არაჩვეულებრივი გადაცემა გამოგვივიდა ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს. გადაგიხადო, მინდა წარმატებით გისურვო. რა ვიცი, ყველაფერი კარგი მინდა გისურვო, ჯანმრთელობა მინდა გისურვო, რაც ყველაზე მთავარია. იმედია იმ ადამიანის სახეს ბოლო-ბოლო გავიგებთ, ვინ არის. ნიღაბს ჩამოვხსნით. კი, მე და გიორგი შეწირულმა ისევ ჩენი გამოსაძიებელია ეგ ამბავი, ვიდრე ახლა მაგას ან პროკურატურა გამოიძიებს, ან რომელიმე საგამოძიებო ორგანო. არა, რა თქმა უნდა, მაგის იმედი არ მაქვს. მე და გიორგი შეწირულმა მივეცით პირობა ერთმანეთს, რომ სანამ ნიღაბს არ ჩამოვხსნით იმ ადამიანს, მანამდე არ მოვეშვებით ამ საქმეს. უღრმესი მადლობა ქალბატონო. მაკა ჩიხლაძე იყო ჩვენი განაცხადის სტუმარი. სიცოცხლე მაყურებლობთ დღესდღეობით გამშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. დარჩით არხზე წინ ვიკა ბუკიას პირველი ხაზი ველოდება. ნახვამდის. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinex-ი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.